მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს მოდით განვიხილოთ ასეთი თემა. რას უნდა ველოდოთ ამ ურთიერთობიდან და რამდენად თქვენი პარტნიორი არის მზად, რომ აიღოს პასუხისმგებლობა. რომ თქვათ, მზად არის თუ არა, რომ სერიოზული ურთიერთობა გქონდეთ. ან უფრო სერიოზული თუ სერიოზული გაქვთ, ხო? ნახოთ ახლა ჩვენ ჯერ პირველ რიგში თქვენ ახლა რა ხდება თქვენ შორის, ვნახოთ რა ენერგიებში ხარ და მეორე უკვე კითხვებიც დავუსვათ ჩვენს მამაკაცს. ანუ გოგო რა ენერგიებში ახლა ბიჭე და თქვენ შორის რა ხდება, რომ ვნახოთ სიგნიფიკაცია გოგო. ნუ თქვენ ხართ სხვათა შორის ძალიან კარგ ენერგიებში, შემიძლია გითხრათ გოგოებო. ანუ ესე იგი სადღაც მიდიხართ რაღაცას აკეთებ, ზოგი შეიძლება თქვათ აქ არ გამოვრიცხავ, შეიძლება მანქანისადმი გადაადგილდებით, ან გიყვართ ტარება. თუ დაუშვათ ამ ურთიერთობას შევეხოთ ჩვენ, ხო, აი დაუშვათ თქვენ ისეთ როგორ ხართ, ანუ მიდიხართ, მიყვებით ამას და არ გამიკვირდება თუ თქვენ ამ ურთიერთობას თვითონ მართავთ. ნუ პრინციპში ახლა ეგ ასეა რა, როგორც არ უნდა იყოს, ყოველთვის ურთიერთობას მართავს ქალი. და ამიტომ ახლა რო გითხრათ რომ აქ ძალიან თქვათ ახლა დაძაბული ხართ ან რამე, არა ხართ ნამდვილად, უბრალოდ მიყვებით იქ სადაც აი მიდის. ახლა ნუ даже როგორ გითხრათ დინებასაც კი არა, მაგრამ აი თითქოს ნუ მყარეთ ხართ თქვენ. აი გოგო არ არის ისე რომ თქვათ ახლა ისეთ ენერგიაში იყოს რომ არ ვიცი ახლა რას ველოდო. თქვენ ადგილზე ზიხართ და მართავთ ამ ურთიერთობას, ხოლო ისე კი არა რომ თქვათ ახლა კარნახო ძალიან ჭკვიანურად, კი ბატონო, ნაბიჯ. ბიჭი როგორ ურთიერთობაში, ბიჭთან არის ახლა ძალიან სხვათა შორის აი ცვალებადობა. ხან კარგად არის, ხან ისე არის, ხან იმას ფიქრობ, ხან ამას ფიქრობს, იმიტომ რომ აქ რაღაცა მის ცხოვრებაში მიდის ცვლილება, იმიტომ რომ პრინციპში მე შემიძლია გითხრათ, რომ თქვენი ბიჭი არის ძალიან როგორი ტიპი, ამას ძალიან გაუმართლა საერთოდ, რომ არის ამ ურთიერთობაში. ანუ ძალიან იღბლიანი ტიპი, ასეც რომ შემიძლია ვთქვა, იმიტომ რომ ისეთ ენერგიაში რომ აი მართლა რომ როგორ გითხრათ რა, ადამიანი, რომელსაც მართლა შეიძლება ნუ წარმატება აქვს დაუშვათ რამეში, ან წარმატებული პიროვნება არის, მაგრამ თუ არც ის, მაშინ შემიძლია თქვა, რომ ხასიათში შეიძლება გქონდეს მერყეობა, მაგრამ ამ ურთიერთობას რაც ეხება, ამას მართლა ძალიან გაუმართლა რა. თან მაღალ არკანში არის და სხვათა შორის როგორი მომენტია, აი ხო არ გამიკვირდება, ისეთ რა არის, ზოგჯერ არის აი მერყეობა როცა არის, ხო? გეტყვით ბავშვური პოზიცია, ეს არის ბავშვური პოზიცია, როცა ადამიანს არ აქვს, თქვათ, ნუ დაუშვათ ჩამოყალიბებული ის, აი რა მინდა, იმიტომ რომ ფართუნა როგორი მომენტი არის, ხან გვიმართლებს, ხან არა, ხო? იმიტომ არის მერყეობის მომენტი და ამას აქ როგორ შეიძლება მაგის ცხოვრებაში დადგა ახლა ესეთი მომენტი, რომ იცვლება რაღაცა და თუ იყო მართლა პაჟის პოზიციაში რა, ანუ მარტო ეს მინდა და მომეცით, აი ესეთ ურთიერთობაში თუ იყო ეგეთი, ეხლა რაღაცა მოხდა, ნუ შემიძლია გითხრათ ცვლილება. უკვე დაუმთავრდა ეს პერიოდი და აქ შემიძლია კიდე რა გითხრათ, იცით რომ შეიძლება ამ ადამიანს გქონდეს, ანუ ბევრს შრომობს, მაგრამ ფული არ აქვს, ეგაც შემიძლია ვთქვა. აქ მაგის დახასიათებაში, მაგრამ ძალიან კარგი პიროვნება, ცუდი ნამდვილად არ არის, მაგრამ ბავშვური პოზიცია აქვს. ანუ გეუბნებით, ან შეიძლება გაიბუტოს უცბად რაღაცა შეიძლება აქვს ეგეთი მომენტები. ნუ თქვენ შორის არის გრძნობა. მე არ შემიძლია თქვა, რომ არ არის გრძნობა. ზოგ შეიძლება შვილიც ყავთ თქვენ ამ ადამიანის გამო და შეიძლება თუ შვილი ყავთ, მაშინ აქ даже თუ და თქვენ თუ მანძილზე ხართ, აქ არ გამოვრიცხავ ამ ვარიანტს, იმიტომ რომ საჯარო გაშლა. მაგ შემთხვევაში მე შემიძლია გითხრათ, რომ ნერვიულობს იმას და თქვათ ახლა თუ ბავშვთან არ აქვს კონტაქტი, მაგაზეც შემიძლია თქვა, რომ აი მაგისის ძნელია ეს მომენტი, თქვათ თუ არ აქვს საშუალება რომ შვილი ნახოს ან რაღაცა, კი. თუ აქ შვილებს გამოვრიცხავთ, მაშინ გეუბნებით, რომ აქ თქვენ შორის არის ძალიან კარგი ისეთი
გრძნობა, აქ იმენა სუფთა გრძნობა, აქ არ არის ის მომენტი, რომ გითხრათ რაღაცა, არა, უბრალოდ რა გითხრათ, იცით? ანუ ადამიანს აქ რაღაცნაირად აი ბავშვური პოზიცია და მომკალი თუ გინდა და გოგოს უყვარს, ხო? თუნდაც უკვე როგორ ახართ, იცით? აი გადაწყვეტილება გაქვთ მიღებული, რომ მე დედაშენი არა ვარ, რომ მე შენ დაუშვათ ახლა ყველანაირად მოგხედო, ხო? შენს ნებაიბოძე რაღაცა გააკეთე უკვე და რაღაცა ანუ შენს შემოიტანე რამე ამ ურთიერთობაში. პრინციპში ახლა ნახეთ, იმიტომაც ახლა ჩვენ ისეთი გაშლაც გვაქვს, რომ აიღებს თუ არა პასუხისმგებლობას, ხო? იმიტომ რომ ეთყობა თქვენ ახლა ყველაფერი არ გამიკვირდება, რომ გოგო არის შემომტანი დაუშვოთ, ხო? იმიტომ რომ გოგო მაინც ახლა რაინდის ენერგიაში და ბიჭი კი არის, აი ძალიან ისეთი, ანუ რო გითხრათ, რომ არ არის მშრომელი ან რამე, არა, ვერ გეტყვით მაგას. უბრალოდ არის აი თითქოს რაღაცნაირად პასიურ პოზიციაში, ბავშვურ პოზიციაზე, რომ აი თითქოს იცის, რომ მას მე ვუყვარ ვარ და ამიტომ, ნუ იქცევა რაღაც ბავშვურად, მაგრამ აქ მოხდა სიტუაცია ისეთი ახლა მაგის ცხოვრებაში, რომ თითქოს აი გამოყავს, ანუ შეიძლება აქ იმპერატრიცა გამოვიდა და ხმალების მეფე კი არა, ხმალების ტუზი. ანუ შეიძლება თქვენ რაღაცა გადაჭრილად, ნუ უთხარით მაგას, შეიძლება, ნუ გქონდეთ შიში რაღაცნაირად, ვერ ეუბნებოდით რაღაცას და მაგრამ გადაწყვეტით და უთხარით, რომ მე არ შემიძლია და არ მინდა ყველანაირი სირთულეები მქონდეს. მე მინდა რომ შენს რაღაცნაირად მონაწილეობა მიიღო, იმიტომ რომ აქ აშკარად იმაშუა თუნდაც ახლა კი შეიძლება ცდილობს ეს ადამიანი რაღაცას, მაგრამ გოგომ უთხრა რომ არა, ნუ აქ აშკარად გოგოს აქვს უფრო მეტი, იმიტომ რომ იმპერატრიცა ახლა რა თქმა უნდა მართავს და შემომტანი ბიზნესი გქონდეთ თქვენი, ხო? ხო გითხარით, აი გადაადგილება შეიძლება მივლინებებში დადიხართ, ნუ ან დაუშვოთ даже ისეც არ გამოვრიცხავროთ, შეიძლება თქვენ დაუშვოთ საზღვარგარეთ ხართ, მუშაობ და ამას თქვათ აქ ოჯახში პულს აგზავნით და ის მარტო ხარჯავს და არაფერს არ შვება რა თვითონ და უკვე თქვით რომ ნუ ქმარა რა, მე რამდენი შემიძლია უკვე. ნუ ყველანაირი ეგეთი სიტუაციები გითხარით, თქვენი თუ არის და თუ იგრძენით რომ კი ეს ჩემია, მაშინ უყურეთ ბოლომდე. ანუ ეხლა ვინ ხართ თქვენ მისთვის და რამდენად თქვენ მაგისთვის მნიშვნელოვანი ხართ? როგორ ხედავდა ეს თქვენი პარტნიორი ამ ურთიერთობას ადრე? როგორ უნდა რომ ეს ურთიერთობა, როგორი ურთიერთობა უნდა რომ ეხლა იყოს თქვენ შორის? ვნახოთ მისი გეგმები საერთოდ თქვენზე. Так, მოიცადეთ, არ შემეშალოს ახლა. გამოვტოვე, კაი კითხვა მოიცადეთ. ანუ, ესე იგი, ვინახართ მისთვის ახლა, როგორ ხედავდა ამ ურთიერთობას ადრე, როგორ ხედავს ამ ურთიერთობას ახლა, აი გამოვტოვე ახლა, იმიტომ რომ უკვე ხვდები, რომ როგორ უნდა რომ იყოს თქვენი ურთიერთობა, მისი გეგმები ნახოთ. და არის თუ არა ის მზად სერიოზული ურთიერთობისთვის, იმიტომ რომ მე არ გამოვრიცხავ, რომ აქ შეიძლება არ არის თქვენი ქმარი, უბრალოდ ხართ ურთიერთობაში, ესაც არ მაგასაც არ გამოვრიცხავ რა. აიღებს თუ არა, ანუ არის თუ არა მზად სერიოზული, აიღებს თუ არა და რა მინიმუმი უნდა ელოდეთ ამ ურთიერთობიდან და რა მაქსიმუმი. აი ასე. აკაც ეგრევე თქვენ, აკაც გამოходит რაინდების საკვერთხების რაინდე, აკაც იგივე. გოგო არის აქ ძალიან და გადაიღალა რა, არ შეიძლება ავათხარ ცოტა ახლა даже. კარგით ნახოთ აბა. ეხლა ვინახართ მისთვის რამდენად მნიშვნელოვანი. ნუ ეხლა ხართ თქვენ ადამიანი მართლა მაგისთვის მნიშვნელოვანი, სტაბილური პარტნიორი, ისეთი ადამიანი, აი თქვათ, რომელიც
აი როგორ გითხრათ, კი ძალიან ესეთი მშრომელი, სულ ფიქრობთ კიდე რა შემიძლია გავაკეთო, ანუ даже შემიძლია თქვა რომ მაგას ხედავს თქვენში რომ თქვენ სულ ფიქრობთ ფულის ადვიშოვო. აი ეგეთი მატერიალისტი ხარ თქვენ. ნუ მნიშვნელოვანი კი პრინციპში ახლა არ შემიძლია თქვა რომ არა ხარ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აქ არის აი ჩემი მუდმივი პარტნიორი. კი. კი, ანუ სხვათა შორის კი, ხართ ისეთი ადამიანი, რომელსაც აი ნახეთ, რას მეუბნება, რომ ანუ აქ სტაბილურობა კიდე რაშია, იცით? თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც აჰა, ნახეთ, რა მომივიდა. ამას შიში აქვს თქვენი დაკარგვის თქვენ რო იცოდეთ. და რას ფიქრობს ეგ აიცეთ ახლა, რომ აი ძალიან დიდი განცდა აქვს მაგას, რომ აი დავუშვათ რომ წარმოიდგენს, რომ შეიძლება თქვა დავკარგო, იმიტომ რომ თქვენ ნამდვილად ეთყობა რაღაცა ისეთი უთხარით ამას, რომ თქვენს გეშინოდეთ, მაგრამ მაინც გაბედეთ და უთხარით. და შემიძლია თქვა, რომ აი ამ განცდას ძალიან დიდი განცდა აქვს, იმიტომ რომ არ უნდა რომ ამაზე ენერგიულოს, მაგრამ ენერგიულება, ასე რომ ვთქვათ რა. როგორ ხედავთ თქვენ ურთიერთობას ადრე? так, ახლა მოდი აქეთ. ну, აი შვენიერ კარგ, თქვენ შეიძლება გქონდეთ ურთიერთობა მანძილზე, შეიძლება თქვათ შეხვედრები გქონდათ, შეიძლება იყო აქ ახლა, ну, ნორმალურად რო გითხრათ, ცუდად არა, ნამდვილად ჰარმონიული ურთიერთობა გქონდათ, და აი როგორ გითხრათ ახლა, ну, ცუდი ნამდვილად არა. პირიქით, აი მშვიდობა იყო ძალიან ისეთი, შეიძლება სადმე даже ну აქ იცით როგორ იყო, მანძილი თუ იყო, ან ინტერნეტ სივრცე თუ უფრო შეიძლება მოქმედება საზღვარგარეთ იყო, რომელიმე არ გამოვრიცხავ, მაგრამ ნუ ხედავდა ნორმალურად, კარგად, მშვიდად. ანუ ისეთ აი როგორ გითხრათ ახლა, პრინციპში რაც მას ჭირდებოდა, ყველაფერი იყო მაგ ურთიერთობაში აბსოლუტურად რა. აი ძალიან კარგად ხედავდა, რომ თქვენ ნორმალურად კარგად იყავით რა. ეხლა როგორ ხედავს? აი ეხლა ხედავს, რომ თითქოს როგორ იცით? მაგაცა ჩვენ ამას რა. აქ ნახოთ როგორი საინტერესო არის გვერდხების მეფე. სკამი კი დგას, მაგრამ ეგ არის სკამის უკან. ესე იგი ამ სკამზე ვიღაცა სხვა ზის. აქ უფრო შეიძლება აჩვენებს, რომ მე კი უნდა ვიჯდე, აი აქ და მე უნდა ჩემი ადგილი არის აქ. ну, პრინციპში შეგვიძლია თქვათ, რომ ეხლა როგორ ხედავს, რომ მე ჩემ ადგილზე ვარ, მაგრამ აი აქ რო ავიღოთ ჩვენ ეხლა ეს პოზიცია აქ როგორიც მომძა სიგნიფიკაციას, შემიძლია თქვა, რომ ეხლა კი დაკავებული მაქვს ეს ადგილი ამ ურთიერთობაში ჩემია, მაგრამ მე თვითონ სადღაც უკანა პლანზე ვარ, ანუ სკამის უკან. ესე იგი მე კი მინდა რომ მარტო, ამ ურთიერთობას, მაგრამ არ გამოდის, მაგრამ ნუ პრინციპში თვლის რომ მე ჩემ ადგილზე ვარ, ეს ჩემი ადგილია, მე ვარ იქ სადაც უნდა ვიყო. და როგორ უნდა რომ თქვენი ურთიერთობა დაუშვათ ყოფილიყო. ну, როგორ გითხრათ, იცით, აი, როგორც ეხლა მაჩვენეს თქვენ შორის, მაჩვენეს ეხლა აქ თასების პაჟი. ამას როგორ უნდა იცით? სიყვარული, ამისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი სიყვარული. აქ ეთყობა როგორი ადამიანი, იცით? ანუ აი ესეთი რომანტიკოსი უფრო, რომელიც თქვათ ეხლა, აი ხო გითხარით, რომ ისეთ იმაში მოხდა იმპერატრიცასთან პაჟი, ხო? აქ შეიძლება დიდი სხვაობა შეგვიძლია გქონდეთ ეს აქში. ხო და აი სიყვარული, მიმოწერები, მისვლა, მოსვლა, რაღაც აი ეგეთი რაღაცები კი უნდა ნამდვილად. რო გითხრათ ახლა აქ რამე ქმედებას მე ვერ ვხედავ. ნუ ვკითხოთ ახლა ჩვენ რა გეგმები აქვს მაგას. ну გეგმები აქვს, არავის არ მივცემ, მე ეს ჩემი გოგოა, მე მაგას არავის არასოდ არ მივცემ და აი ჯობია რომ აი არა, აქ ძალიან მყარად დგას დეპოზიცია, რომ არავითარ შემთხვევაში არავინ არ მომეკაროს რა, ანუ ეგეთი გეგმა აქვს, რომ ჩემია. ну პრინციპში აქაც აჩვენა, მაგრამ რომ მე ჩემ ადგილზე ვარ და ამიტომ ნამდვილად ეს
არ ამგონია რომ მაგან ეხა დათმოს თავისი ადგილი ისე არის. ნუ პრინციპში ისეთი კარგი ტკბილი ადგილია, ვინ დათმობს მაგას, ხო, არავინ არ დათმობს. როგორც აქ ჩანს რა. არის თუ არა მგზად სერიოზული ურთიერთობისთვის კი. აქ ნახეთ, აქ არის თასების 10-იანი, იმდენად კარგად გრძნობს. ეხლა რა არის თავს აქა? საერთოდ როცა მამაკაცს აი აქ ყველანაირად აჩვენებს რას, რომ მას ამ ქალთან მისვლა უხარია, ვიცით, ურთიერთობა უხარია. როცა მამაკაცს აი აქვს აი სურვილი რომ მოვიდეს, თქვა დაუშვათ ქალთან, ანუ ეს იზიდავს რაღაცით, ესე იგი პირობები არის, რომ ქალიც ისეთია, რომ უნდა. ამიტომ რომ აქ პრინციპში даже ხო გეუბნეთ მაჩვენებენ, რომ ზრდასრული, ანუ პატარა შეიძლება ასაკით იყოს, მაგრამ ზრდასრული ადამიანი, მაგრამ უპასუხისმგებლო აქ არ იღებს პასუხისმგებლობას. იმიტომ რომ ნუ ისეთი რამე აი ძალიან ბევრი პაჟები არის, ძალიან ბევრი პაჟები და რაინდები და ანუ კი უნდა რომ მაჩვენებს რომ ჩემი ადგილია და მე აქ უნდა ვიყო, მე უნდა ვიყო, სხვა აქ არავინ არ უნდა იყოს, მაგრამ რაც ეხება უნდა თუ არა თქვენთან სერიოზული ურთიერთობა, ამას უნდა, მაგრამ ეს უფრო სასიყვარულო თემაა. გაიგეთ? ანუ მე მინდა რომ ვიყოთ ბედნიერად, ანუ მე მინდა ვიყოთ კარგად. კი ბატონო, შეიძლება ახლა აქ даже რა არის, იცით? ოჯახი არა შეიძლება, ანუ უფრო მყარი ოჯახის აქ არა. აქ უნდა ვერ ვეთქვი, ნუ აი ძალიან პატარა პროცენტს ვიტყვი, თქვათ, ახლა უნდა თქვენი თქვათ, ცოლობა. ანუ და იცით რატო? იმიტომ რომ ეგ უკვე თვლის, რომ თქვენ მისი ცოლი ხართ, იცით, რაღაცნაირად ეგრეა რა. და უნდა, იმიტომ რომ მაგას სიამოვნებს. აქ უკვე სერიოზული ურთიერთობა, აქ უფრო სიყვარულზეა, გეუბნებით, მიმართული ადამიანი არის რა, გრძნობები. აი, ნუ აიღებს თუ არა პასუხისმგებლობას. პაჟი. აქაც პაჟი არის პენტაკლების, აქაც პენტაკლების პაჟი. ვერა. პენტაკლების პაჟს რანაირი უნდა კონდეს მაგას პასუხისმგებლობა, მაგას ფული არ აქვს. ეგ არის მოსწავლე, რაღაცას სწავლობს. მამაკაცი იმ შემთხვევაში იღებს პასუხისმგებლობას, თუ აქვს მაგას თქვათ, ფინანსური მდგომარეობა მყარი, თუ არა აქვს, იმიტომ აჩვენებს აქ სულ სიყვარული, ჰარმონია, კარგად ვართ, აი სულ თქვათ, ხო გვიყვარს ერთმანეთი და ხო აი ეგეთი რაღაცა, მაგრამ რომ აიღოს პასუხისმგებლობა, ნუ პაჟეთ ახლა ნამდვილად ვერა. ნახოთ რა მინიმუმი უნდა ელოდოთ თქვენ ამ ურთიერთობიდან. ნუ მინიმუმი სიყვარული, ანუ ეყვარებით მართლა ძალიან, ანუ სიყვარული კი, ნამდვილად თქვენი ეს მამაკაცი ყველანაირად, ახლა სიყვარული რამდენიც გექნება და მაქსიმუმი არის რომ ერთად იცხოვრებთ თქვენ და აი გარის რა. ნუ სხვათა შორის მაქსიმუმი აი აქ შემიძლია რომ იყოს მომზადება კორტილში, ეგაც ვიღაცისთვის. სულ მცირე მაქსიმუმი აქ შემიძლია ვთქვა რომ ერთად იცხოვრებთ რა. ანუ ამას უყვარხართ, იცით რა არის? უყვარხართ, მაგრამ ეთყობა არ არის აი აქ საერთოდ აი ფინანსურად მზად ეს პიროვნება იმისთვის რომ თქვათ რამე გააკეთოს. აი მოდით ნახოთ, როგორ იმოქმედა მასზე, აი დაუშვათ ის სიტყვები, რაც უთხრა მას ეს იმპერატრიცამ რა, აი რო უთხრა, როგორ მიიღო ეგ სიტყვები მან. თუ რა კაშკარად რაღაცა გადამჭრელი უთხრა. ნუ ცოტა ფიცხეთ კი მიიღო და რაღაცნაირად აი როგორ იცით დაიძაბა. მერე რა აზრი რა გამოიტანა. ნუ სიყვარული, იცით, აქ გეუბნეთ, აქ ადამიანი შეყვარებულია, აქ სიყვარული არის, ცოტა სტრესულად შეიძლება მიიღო ეგ სიტუაცია თქვენ რო იცოდეთ სტრესულად, ცოტა შეიძლება რაღაცნაირად გაბრაზდასავით, კი ბატონო, მაგრამ ეს რა ხდება, რას მაჩვენებთ? გოგოები, ამას თქვენ ზგარიში არ შეუძლია, აქ არ შეუძლია. აქ თქვენ ხართ მნიშვნელოვანი ქალი, რომელიც ეს ფიქრობთ, ქალი, რომელიც ამან გააკეთა არჩევანი, ქალი, რომელიც ჩემი ბედია.
არა, თქვენ ხართ მისი ჯილდო, მისი აი რა ვიცი რა, აი აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის ქალი, აქ ძალიან საბედო ქალი არის, აქ არის ისეთი რომ აი რო დაჟე წასვლა რო უთხრა მაგას, მე მგონი არც არა, მოკვდება საწყალი. ეგ რო უთხრა მაგას არა, ვერ აიტანს, არა, ავანტყოფურად. ეგ რო უთხრა თქვენ რომ მე შენთან ვასრულებ ურთიერთობას, ეს აი ავანტყოფური განცდა ექნება. აქ იცით რას გეტყვით მე თქვენ? აი ვიღაცისთვის მოდის ესეთი ინფორმაცია, შეიძლება წინა ცხოვრებაში თქვენ იყავით დედა მაგ ბიჭის. და ეხლა არის აი ესეთი მომენტი, რომ თქვენ თითქოს უნდა მაგას აი დედამ რო უნდა დაეხმარო შვილს. ну, როგორც გინდა ისე მიიღოთ, იმიტომ რომ არის საფეთეთი მომენტი, რომ შეიძლება. იმიტომ რომ თითქოს თქვენი იმედი აქვს ამას, ძალიან დიდი იმედი აქვს თქვენს გარეშე ეს მართლა იძახოს რომ დავიღუპები, შეიძლება თქვენ არ გეუბნებათ, იმიტომ რომ რა ნახეთ, აქ ახლა ქალი არის წარმატებული. ну, მოდით ასე ვთქვათ, წარმატებული, მოდით ვთქვათ, სუმცირე სამსახური აქვს, თავისი შემოსავალი აქვს ამ ქალს, ხო? არის დანახლა იმპერატრიცა და ну არის ესეთი ქალი, რომელსაც ყოველ შემთხვევაში შეუძლია ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა თვითონ. და ბიჭი არის როგორ და თქვენ ხართ მისი საყრდენი. აქ ხო ხვდებით? აქ კაცი კი არ არის ქალისთვის საყრდენი, აქ პირიქით. არის საყრდენი ქალი ამისთვის. აი, იმიტომ გეუბნებით, რომ ეხლა რო ვეკითხები, რატო ხდება ეს სიტუაცია და მაჩვენებენ, რომ შეიძლება წინა რეინკარნაციაში იყავით თქვენ დაუშვათ დედა მაგის და ამიტომ შემოვიდა თქვენ ცხოვრებაში, რომ თქვენ მას დაეხმაროთ. იმიტომ რომ რო თქვათ, რომ თქვენს ეხლა ანუ გოგო შეიძლება ამ ბიჭს. იცით როგორი თემა? ანუ რო გითხრათ, რომ ეს ურთიერთობა რო დასრულდეს, არც თქვენთვის არ იქნება ადვილი სხვათა შორის. არ იქნება, იმიტომ რომ სულ ნერვიულებთ, იცით? ანუ ნერვიულობა და როგორი ნერვიულობა ის, აი რა მოუვიდა, ხო კარგად არის, როგორ არის ის, აი რაღაცა აი აქ გეუბნეთ, მოდის იმენა რაღაცა დედის პოზიცია და ამიტომ შეიძლება აქ უთხარით თქვენ დედაშენი კი არა ვარ მე და რაღაც ეგეთი, მაგრამ კარგით, მოდით აბა რჩევა ამ გოგოს. მე რას გეტყოდით, იცით, ეს რჩევას კი ვეკითხები, მაგრამ მაჩვენებენ ყურუმს. აქ ნახეთ როგორი ლამაზი ყურუმია, იმენა ყურუმი რა, ტარო უდეს მაგიდაზე. რჩევა. მე შემიძლია გითხრათ, რომ აი ეს ადამიანი თუ უკვე თქვენ მაგ ადამიანმა მიგიყვანა ეზოტერიკაში, იცოდეთ რომ ამ ურთიერთობას ნუ ბლოკავთ. იმიტომ რომ წინ წახვალთ. აქ დაჟე არ გამიკვირდება, რომ მე ვიღაცა თვითონ იქნება ძალიან ესეთი ადამიანი დაეხმარება, იმიტომ რომ ეს აქ არის იმენა როგორ არის, იცით? ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობა და ბლოკვა არ შეიძლება. გაიგეთ, ეხლა უბრალოდ უნდა იყოთ ერთად რა. ეხლა რა თქმა უნდა, როცა ხა კიდევაც გეუბნებით, როცა ვარჩევ უკვე პირადად, ეხლა გაშლას იქ ხა მატრიცაში ხო ჩანს პროგრამები და ადვილია ძალიან რომ გამოვიტანოთ ეხლა ეს პროგრამები. აქ უბრალოდ ეხლა ზოგადად აი ასეთი ინფორმაცია დანარჩენი ეხლა თქვენ თვითონ უკვე თქვენი სიტუაციები ნახეთ, იმიტომ რომ აქ ხანუ ნახეთ, აქ ეს ორივე სჭირდება ერთმანეთს, აი ორივე, ერთის მეორეს, ყველა ვარიანტში. კი. აქ ხანძლივი ურთიერთობა. აქ სხვათაშორის მე არ გამიკვირდება, რომ ესეთი ადამიანი, რომელიც აი თქვენ დააკვირდეთ რა, რაც ეს ადამიანი შემოვიდა თქვენ ცხოვრებაში, შეიძლება თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდა.
მე ყოველთვის მაგას ვეუბნები ხოლმე გოგოებს, როცა მოდიან რა, რომ ადეკეთ და გაანალიზეთ რა მოხდა თქვენს იმის მერე რაც ეს ადამიანი შემოვიდა თქვენ ცხოვრებაში. და სხვათა შორის აი ბევრი გოგოები, ვინც ხა თქვა გაბრაზებული ნაწყენები რაღაცები არიან და უთქვიათ, რომ იცი, აი ფინანსურად უფრო კარგად ვარ, იმიტომ რომ იცით რა არის ახლა, ახლა ვინც არ გვაქცეს, ის გვაძლიერებს, ხო? და ამიტომ ახლა თითქოს ალბათ თან რა არის, იცით, თქვენ ხო რაღაცა მერე სფეროში მიდიხართ, ხა ყველგან ხო არ იქნება ახლა ეს, ანუ თითქოს ეს ადამიანი თავისი ასეთი უმოქმედებით, იმიტომ რომ კაცებს პრინციპში ბევრი კი არ უნდა, უფრო უმეტი უნდა ქალებს, ხო? და როცა კაცი ამას არ აკეთებს, ახლა ქალი თვითონ ცდილობს, რომ თავისი ცხოვრება გააუმჯობესოს. როცა ამას ცდილობს, ახლა მე უკვე ფიქრობს, რა შემიძლია გავაკეთო ისეთი, რომ მე თქვა, დამეხმარება იმაში, რომ მე უფრო კარგად რო ვიყოთ, ან ისეთი საქმე ვაკეთო, რომელიც თქვა მომწონდეს. ნელ-ნელა ამასობაში ახლა პლუს გაშლებს თქვა უყურებს რაღაცებს, მე თქვა, ანუ თითქოს მე გადის რა იმ თავის გზაზე და ესეც ახლა რა თქმა უნდა, აი აქ რაც ხდება, თქვენს გიყვართ ეს ადამიანი და ვერ ტოვებთ, მაგრამ თქვენ ვითარდებით, მიხვდეთ რა ხდება? ამიტომ მეუბნებიან, რომ ცოტა არ იმას აქნა, რა ქვია, არ დაბლოკო ეს ურთიერთობები, არ გინდა რა, იმიტომ რომ აქ თითქოს ამ სიტუაცია შენ არ გიშვებს, იმიტომ რომ შენი მომავალი იხსნება რაღაცად, გაიგე? შენ ჯერ კიდე არ იცი, რეებს მოგიტანს ეს ურთიერთობა და ცუც ნამდვილად არ მოგიტანს ჩემო ლამაზ. აი всё. ნახეთ ეს გვითხრეს ჩვენ და კიდე გვეუბნებიან, რომ ახალ გზაზე კი. აქ ამ ადამიანს გააყავ ხართ ახალ გზაზე, რომელიც ძალიან გაგეხარდება, ბედნიერება იქნება. აქ სულ მცირე გეუბნე, ვიღაცა მართლა დაკორწინდება, არ გამოვრიცხავდა. ვიღაცა შეიძლება აი ძალიან დიდ მაგარი კარმას დაამუშავებს და ძალიან დიდი წინსვლა გექნება ჩემო სიხარულეში.